წიგნის პლატფორმა ევროკავშირის პროექტი, რომელიც საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა ღონისძიება მიზნად, ისახავდა 2012 წელს საქართველოში წიგნების გამოცემისა და წიგნებით ვაჭრობის შესწავლას. ანგარიში ეყრდნობა 34 გამომცემლობის 3 სადისტრიბუციო კომპანიისა და 12 მაღაზიის კვლევას, რომლის მიხედვით ბოლო 2 წლის განმავლობაში წიგნების გამოცემამ დაახლოებით 13%-ით იმატა. წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით და პროექტ წიგნის პლატფორმის ფარგლებში გამოიცა შემდეგი კვლევა წიგნის გამოცემა და წიგნებით ვაჭრობა საქართველოში 2012-13 წლების განმავლობაში. ეს იყო პირველი მცდელობა, ჩატარებული იყო რაოდენობრივი კვლევა წიგნის სექტორის მიმართულებით. კვლევის შედეგები გამოიცა პირველი მცდელობით და შესაბამისად ბროშურები დაურიგდებათ წიგნის სექტორის წარმომადგენლებს. მაქსიმალურად უნდა შეგვისწავლა საქართველოს საგამომცემლო და ზოგადად წიგნის ბაზარი. აქედან გამომდინარე კვლევა ჩავატარეთ 2 ეტაპად. პირველი ეტაპის სამიზნე ჯგუფი იყო გამომცემლები, ხოლო მეორე ეტაპის სამიზნე ჯგუფი იყვნენ წიგნის გამავრცელებლები და გამყიდველები. საბოლოო ჯამში ორივე ეტაპზე ჩვენი გამოყენებული მეთოდოლოგია იყო ჩაღრმავებული ინტერვიუები. სულ ჩატარდა 34 ჩაღრმავებული ინტერვიუ.